მოგესალმებით, ბრუნდება ობიექტივი პირდაპირ ეთერში გადაცემით საუბრები ეკონომიკაზე, მე გადაცემის სამყაროთა რანგურძე ვარ. დღეს მე სტუმრად მოვიწვიე ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე. დიდი მადლობა ნოდარ მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე სხვადასხვა სიახლეების ეპიცენტრში და სწორედ დღესაც ხდება ისეთი თემები ფინანსურ სექტორში, რომ გადავწყვიტე თქვენი მოწვევა. უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო გუშინდელის სიახლით, უფრო სწორედ ერთი კვირის წინანდელის სიახლით, რომელიც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა მოხდეს ახალი საგადასახადო კოდექსის შემოღება ქვეყანაში და ამისთვის უკვე დაიწყო კონსულტაციები ბიზნეს სექტორთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორც დამკვირვებელი ერთ-ერთი ორგანიზაცია ამ პროცესის, რამდენად არის საჭიროება იმისა, რომ მოხდეს ახალი საგადასახადო კოდექსის შემოღება? მოგახსენებთ, ოთარ, მოგესალმები, მივესალმები მაყურებლებს, ნასმენელებს ობიექტივის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მოწვევისთვის და რაც შეეხება იმ საკითხს, რომელთაც დავიწყეთ დღევანდელი გადაცემა, საგადასახადო კოდექს, უკვე შესულ ცვლილებებს და ზოგადად იმ ცვლილებებს, რომელიც შეიძლება შევიდეს, შეიცვალოს ეს კოდექსი და გახდეს უფრო ბიზნესზე ორიენტირებული. ამ თემაზე საუბრები უკვე ზოგადად საექსპერტო წრეებში ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს. ცალკეული ექსპერტები უფრო რევოლუციური ცვლილებების მოხრეც კი არიან, რომ არათუ ნაბიჯ-ნაბიჯ, ასე ვთქვათ, ერთბაშად მოხდეს, ასე ვთქვათ, ახალ სისტემაზე გადაწყობა საგადასახადო კოდექსის თვალსაზრისით. თუმცა ხელისუფლების ნაბიჯები ამ მიმართულებით არც თუ ისე იშვიათია, საკმაოდ არც თუ ისე ხშირად, მაგრამ ასე ვთქვათ, საკმაო ინტენსივობით შედის ხოლმე ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და რაც თავარია და რაც ჩემი აზრით დადებითი და მისასალმებელია, ეს არის ხელისუფლების და ბიზნესის თანამშრომლობა, კარგი გაგებით გულისხმობ ბუნებრივია ამ მიმართულებით, მე რამდენადაც ვიცი და ყოველ შემთხვევაში თავად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც, ბიზნეს ასოციაციის წევრებიც აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება მათთან დიალოგის გზით ათანხმებს ისევ და ისევ კარგი გაგებით ამ სიტყვის სხვადასხვა ცვლილებებს, ისმენს ბიზნეს სექტორისგან წინადადებებს, იმ ხარვეზებს, რაც დღეს რეალურად უშლის ბიზნეს ხელს და ჩემი აზრით მსგავსი მიდგომა და წინადადებების წამოსვლა ბიზნეს სექტორის მხრიდან შემდგომ მათი გათვალისწინება იქნება შედეგის თვალსაზრისით ეფექტიანი, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან დირექტიულად წამოსული სხვადასხვა ნორმები იქნება ეს საგადასახადო კოდექსი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება, რომელსაც შეხება აქვს ბიზნეს სექტორს, ასე დირექტიულად წამოსული სხვადასხვა ნორმები ხშირ შემთხვევაში და არც თუ ისე იშვიათად ხელშემშლელი იყო ბიზნესისთვის. ამდენად ეს დიალოგი, ურთიერთთანამშრომლობა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ბიზნესმა უკეთესად იგრძნოს თავი, უკეთესად განვითარდეს და აქედან მხოლოდ სახელმწიფოს სარგებელი აქვს და არანაირი ზიანი არ ადგება, ინტერესებით შეჯერებით საბოლოოდ ჩემი აზრით მივალთ იმის ნამდვილად, რომ ერთის მხრივ მოიგებს ბიზნეს სექტორი და შესაბამისად მოიგებს სახელმწიფო ბიუჯეტი და სახელმწიფოს გაუჩნდება მეტი რესურსი სხვადასხვა მიზნების დასაფინანსებლად. როგორც წინასწარ არის ცნობილი, ეს ძირითადად ადმინისტრაციულ ნაწილს და საიმპორტო დამატებული ღირებულების გადასახადს შეეხება, თუმცა ეს არ შეეხება წინასწარი ინფორმაციით ყოველ შემთხვევაში გადასახადის განაკვეთებს. თქვენ ვიცით, რომ ამას უკვე კონსტიტუცია არეგულირებს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ცვლილებების შესაბამისად. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ლოგიკურია ის საკითხი, რომელიც დაისვა ფინანსთა სამინისტროდან და რამდენად არის საკმარისი იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც დღეს საგადასახადო კოდექსში სუქებს? პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, კონსტიტუციით არის გამყარებული და მხარდაჭერილი საგადასახადო განაკვეთების საკითხი, მისი უცვლელობის პირობებშიც კი ჩემი აზრით მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ბიზნესის საკითხილდღეოდ გადაიდგას ნაბიჯები კოდექსში ცვლილებების თვალსაზრისით, შეიძლება ჩვენ არ შევამციროთ განაკვეთები, მაგრამ შევცვალოთ დაბეგვრის ბაზა, დაუწესოთ შეღავათები ცალკეულ მიმართულებებს, დარგებს, რომლებიც უფრო მეტად საჭიროებენ ხელშეწყობას და ასე შემდეგ. და სწორედ ამ
ჩარჩოდან გამომდინარე ვფიქრობ მიღებული ცვლილებები, უბრალოდ ცვლილებების პაკეტი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ შემოგთავაზა, ჩემი აზრით ამ ეტაპზე არის ბიზნესისთვის უფრო ხელშემწყობი გარემო შემქმნელი. ანუ ის ცვლილებები, რომელიც უნდა შევიდეს ძალაში, ორიენტირებულია სწორედ იმაზე, რომ არათუ გააძლიეროს წნეხი ბიზნესი, არამედ პირიქით შეარბილოს და რაც თავარია, ეს ეხება უფრო მეტად, ასე უფრო დიდწილად მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც სფეროც ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ ასე ვთქვათ, კუთხეში არის მიყენებული, მთლიანი ბრუნვის 80%-ზე მეტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, დასაქმებულების დიდი რაოდენობა ასევე მსხვილ ბიზნესზეა და ასე შემდეგ და არსებული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს მაგალითად გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას და ასე შემდეგ, რომელიც შეიძლება რაღაც დიდი შეღავათებით, დიდი ციფრებთან არ ქონდეს საქმე, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკმაოდ კარგი სტიმული და ხელშეწყობა იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად, უფრო ტვირთი ჩამოიშოროს, ასე ვთქვათ, რომელიც მეტნაკლებად ხელს უშლის მას განვითარებაში და ამ ჩამოშორებული ტვირთით უფრო მეტად განვითარდეს და შესაბამისად განვითარებული ბიზნესი ნიშნავს მეტ შემოსავლებს, მეტ ბრუნვას ამ ბიზნესში, მეტ მოგებას და მეტ გადახდილ გადასახადს ბიუჯეტში, რაც თვითონ სახელმწიფოს აწყობს, ასე მარტივად რომ ვთქვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია, როდესაც გადასახადების უცვლელობა გამყარებულია კონსტიტუციით და მხოლოდ რეფერენდუმით შეიძლება მისი ცვლილება? იცით, ანუ ჩემი აზრით ცოტა სადაო საკითხია, თუმცა აბსოლუტურად ნებისმიერი შეზღუდვა გნებავთ ზედაზღვის მიმართულებით, გნებავთ ქვედაზღვის მიმართულებით, ზოგადად არ მიმაჩნია გამართლებულად, თუმცა დღეს საქართველოში არ არის ასე ვთქვათ, მაღალი განაკვეთები საგადასახადო სხვადასხვა გადასახადების სახით და ვერ ვიტყვით იმას, რომ აი მაღალ დონეზეა და რომ ხელისუფლებას არ სურს შემცირება და ამიტომ გაამყარა მისი უცვლელობა, ასე ვთქვათ, კონსტიტუციით, თუმცა ესეც დაძლევადია თუ პოლიტიკური ნება იქნა, რა თქმა უნდა. ამდენად ვერ ვხედავ დიდ პრობლემას იმაში, რომ დღეს არსებული განაკვეთები არის გამყარებული კონსტიტუციით და მარტივად მისი შეცვლა არ შეიძლება. თუ გვაქვს თქვენი მოსაზრება მაგალითად საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე გეკითხებით, რომ ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაერთიანდა ამ გადასახადის ქვეშ ორი გადასახადი, ძველი საშემოსავლო და სოციალური გადასახადი და ხდება ერთიანი ტარიფით დაბეგრვა და ამ შემთხვევაში მხოლოდ ფიზიკური პირი იბეგრება, რომელიც დასაქმებულია სტრუქტურაში. შეიძლება იყოს კერძო, შეიძლება იყოს სახელმწიფო. აი ამ თვალსაზრისით ხომ არ ფიქრობთ, რომ უკეთეს იქნებოდა მომხდარიყო ისევე აი ეს გადანაწილება ამ გადასახადის, როგორც ფიზიკურ პირზე, ასევე იურიდიულ პირზე? ნუ საშემოსავლო გადასახადი თავის შინაარსიდან გამომდინარე ასე ვთქვათ, მორგებულია და მისი დაბეგრვის ბაზა არის ის პიროვნება, ვისაც გააჩნია შემოსავალი. აქ ცალკე საკითხია თუ გაუმიჯნავთ და ანუ საშემოსავლოს ამ შემთხვევაში ვერ შევეხები და ანუ იურიდიულ პირზე როგორც დამქირავებაზე. ანუ წინა შემთხვევაში სოციალური გადასახადის გადამხდელი იყო იურიდიული პირი, რომელსაც ყავდა დაქირავებული. ამ შემთხვევაში მხოლოდ ტვირთი მხოლოდ ფიზიკურ პირზე მოდის, რომელიც ფიზიკურ პირზე მოდის, უბრალოდ ამ გადასახადს ქვია სოციალური გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისად მას იხდის ის პიროვნება, ვინც დაქირავებული შრომით ან სხვადასხვა ფორმით იღებს შემოსავალს. თუ ვისაუბრებთ იმ თემაზე, რომ მაგალითად ისევ გაიმიჯნოს და საშემოსავლო უფრო შემცირდეს და გაჩნდეს კიდევ ერთი გადასახადი სოციალური გადასახადის ფორმით, რომელსაც დავუშვათ გადაიხდი იურიდიული პირი, ეს ცალკე საკითხია და ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც ბიზნესს უფრო მეტი
უფრო მეტად ლიბერალური გარემო სჭირდება, არ მგონია კიდევ დამატებით თუნდაც ცირედით საგადასახადო ტვირთის გაზრდა ხელსაძლევდეს, გნებავთ ბიზნესს, გნებავთ სახელმწიფოს, თუმცა მე არ გულისხმობ არანაირად იმას, რომ მთელი ტვირთი გადავიდეს ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მწირი შემოსავლები გააჩნიათ, საშუალო ხელფასი მოგეხსენებათ არ არის მაღალი და მათიც მესმის, ასე ვთქვათ, თუმცა ასე ვთქვათ, ჩემი პირადი შეხედულება არის ის, რომ საწყისი განვითარების და წყარო იმისთვის, რომ დასაქმებულმაც მიიღოს ხელფასი, ასე ვთქვათ, არის ბიზნესი. ანუ ჯერ უნდა განავითაროთ ბიზნესი, ასე ვთქვათ, და შემდგომ შეიძლება ვიფიქროთ უკვე ამ საშემოსავლოდან რაღაც ნაწილის გამოტანის და მისი ანუ მისი რამდენად მიზანშეწონილი იქნება მისი გადაკისრება ბიზნეს სექტორზე. მინდა გადავიდე ზოგადად საპროცენტო თემები გავაგრძელო და ამ შემთხვევაში საფინანსო სექტორზე მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი. თქვენ მუდმივად აკეთებთ ხოლმე განცხადებებს საფინანსო სექტორში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მე მახსოვს თქვენი ბრიფინგები, რომელიც იყო დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთებთან სესხებს. დღეს თქვენი დაკვირვებით რა სიტუაციაა დღეს საქართველოში ამ მხრივ? შემცირდა, უცვლელია, გაიზარდა თუ რა ხდება? საბედნიეროდ ნამდვილად კლების ტენდენცია არსებობს საპროცენტო განაკვეთების. გულისხმობ საბანკო სექტორს, როგორც ანუ ინფორმაციული თვალსაზრისით ყველაზე ესეთი ჭარბი ინფორმაცია მისი რეგულირებიდან გამომდინარე არსებობს და განაკვეთებზე დაკვირვება შეგვიძლია. უდაოდ კლება არის ამ მიმართულებით, თუმცა ამ კლების ტენდენციის ფონზე არ უნდა მოუწყდეთ რეალობას და არ უნდა შევიქნათ იმის ილუზია, რომ საპროცენტო განაკვეთები დაბალია ქვეყანაში და რატომ გულისხმობ და ვახსენე ილუზიის შექმნა. არ მახსოვს ზუსტად რამდენი დღის წინ, პარლამენტში გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია სამწუხარო ტენდენცია, სტერეოტიპი, ასეთი თითქოს ქვეყანაში არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ასე განაცხადა ბატონმა გიორგი ქადაგიძემ, თუმცა ვერ დავარქმევდი ნამდვილად იმას, რომ საპროცენტო განაკვეთების შესახებ არსებული მოსაზრებები არის მითი და არის სტერეოტიპი, ვინაიდან ძალიან არა თუ შიდა სტატისტიკა, რომელსაც თავად ეროვნული ბანკი აწარმოებს, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის სოფლიო ბანკის მონაცემებიც ცხადყოფს და მით უმეტეს შედარების გაკეთების საშუალებას გვაძლევს თუ რა ვითარება ამ სოფლიოში და რა ვითარება საქართველოში და ახლა ხანს სოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა სწორედ ახალი სტატისტიკა, რომელიც 2013 წელს გულისხმობ მონაცემებზეა დაყრდნობილი, რომლის მიხედვითაც რეალური საპროცენტო განაკვეთები საქართველოში, ანუ რეალური საპროცენტო განაკვეთის მონაცემით საქართველო სამწუხაროდ არის მე-13 ადგილზე, ანუ სიძვირის თვალსაზრისით გულისხმობ და ანუ ასე ვთქვათ, იმ 20-ს ვერ იქნა და ვერ გავწდით ყველაზე ძვირი საკრედიტო რესურსების მქონე ქვეყნების 20-ს. წინა წელთან შედარებით რამდენი სხვაობა არის? წინა წელს როგორ იყო რეიტინგი? იყო ანუ იქ რამდენიმე მონაცემით შეგვიძლია შევხედოთ, მათ შორის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, ნომინალურ ჭრილში თუ ვიყავით ისე 20-ში, ამჯერად 37 ადგილზე ვართ, ანუ შედარებით გადავინაცვლეთ IAF-ი საკრედიტო რესურსის მქონე ქვეყნებისკენ, თუმცა რეალურ გამოხატულებაში კვლავ 20-ში ვართ, მე-13 ადგილზე ვართ, რაც ეს პოზიცია ბოლო წლებია თითქმის ასე ვთქვათ ურყევად უჭირავს სამწუხაროდ საქართველოს და კარგი იქნება ამ მაჩვენებელზე ყურადღების გამახვილება, რაც ხდება კიდეც, მე არ ვამბობ, რომ ეს დაკვირვების სფეროს და ინტერესის სფეროს მიღმა, რომ საქართველოს საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს, რეალურად ცალკეული პროექტების ფარგლებში ან გნებავ ცალკეულ ბანკებს, ცალკეული აქციების პირობებში უკვე საკმაოდ ისეთი დაბალი განაკვეთები აქვს, ასევე სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მეტნაკლებად ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობენ, რეალურად დღეს გაჩნდა საქართველოში
არა მასობრივად მართალია, თუმცა არის IAF-ის საკრედიტო რესურსი ცალკეული ჯგუფებისთვის წარმატებული, ასე ვთქვათ, კარგი ბიზნეს გეგმის მქონე მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის უკვე აღარ არის მითი, ასე ვთქვათ, IAF-ი საკრედიტო რესურსის მოზიდვა, თუმცა გლობალურ და განზოგადებულ ჭრილში მაკროდონეზე, ასე ვთქვათ, საშუალო შეწონილი განაკვეთები კვლავ მაღალ დონეზე რჩება და იმედია მაკროეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის კვალდაკვალ ეს განაკვეთებიც შემცირდება და იგივე მსოფლიო ბანკის რეიტინგებშიც და მონაცემებშიც შედარებით დავწინაურდებით. თქვენი დაკვირვებით რა იწვევს ამ გაიაფებას კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთებში? პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ბოლო აგერ უკვე თითქმის 3 წელია ბოლო რამდენიმე თვეა რაც გადაილახა დეფლაციური ტრენდი, ანუ მანამდე ფიქსირდება დეფლაცია, დღეს უკვე გვაქვს ინფლაცია, თუმცა ზომიერ ფარგლებში დაბალი დონის ინფლაცია, რაც მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი იყო და მნიშვნელოვანი მდგენელი საპროცენტო განაკვეთის ასე ვთქვათ კომპონენტურ შემადგენლობაში და ამ მაჩვენებლის შემცირებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, რომ საბოლოო ჯამში საბაზრო განაკვეთები კრედიტებზე საბანკო სექტორში შემცირებულიყო. გარდა ამისა, წერანაც ვახსენე და გავიმეორებ სახელმწიფოს ცალკეული პროგრამები, იგივე სოფლის ხარდაჭერის პროგრამა, იგივე ახალი პროგრამა, რომელიც ანუ აწარმოებს საქართველოში გულისხმობ, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გულისხმობს, რომ რეალურად სესხი აიღოს დაბალ განაკვეთში. ასევე არის იგივე სახაზინო ვალდებულებების ანუ ეგრეთ სახაზინო ვალდებულებების თემა, როდესაც ფულის დაგრძელების პროგრამას გულისხმობ ფინანსთა სამინისტრო, როდესაც ბანკებიდან იღებს ჯერ სესხად ამ ფულს და შემდგომ აბრუნებს ისევ ბანკებში იმ პირობით, რომ ისინი ბიზნესის დაკრედიტებისთვის გასცემენ და რეალურად IAF-ის საკრედიტო რესურსი გამოდის. საბოლოო ჯამში ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით და პლუს იმას, რომ არ დაგვაუწყდეს, რომ რამდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ ანუ ისტორიულად ყველაზე დაბალ დონეზე იყო ჩამოსული რეფინანსირების განაკვეთი, შემდგომ უმნიშვნელოდ 0.25%-ით, მაგრამ მაინც გაიზარდა და კვლავ დაბალ დონეზე რჩება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით დღეისათვის რეალურად და ისევ ხას უსვამს საბედნიეროდ გვაქვს უფრო იმის რესურსი, რომ უფრო დაბალ პროცენტად ავიღოთ სესხები, ვიდრე თუნდაც 1 წლის წინ, 2 წლის წინ და უფრო ადრინდელ პერიოდზე აღარაფერს ვამბობ. ჩვენ ვიცოდით, რომ გაცილებით მაღალი იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში საპროცენტო განაკვეთები, ვიდრე საბანკო სექტორში. დღეს რა ვითარება ამ? მიკროსაფინანსო სექტორსაც შეეხება, ну არაერთხელ გვისაუბრია თუ არ ვცდები ამ გადაცემაში საკითხზე, მიკროსაფინანსოებზე, მიკროკრედიტებზე. საკმაოდ ისეთი მზარდი სექტორია, დღითი დღე ფეხს იკიდებს ფინანსური სექტორის მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი, სექტორი და ასე ვთქვათ, მოთხოვნა მათ პროდუქტებზე ყოველთვის უბრალოდ ბოლო პერიოდში იყო მზარდი, რამაც მისი წარმატება განაპირობა, საკმაოდ სწრაფად გაიზარდა ეს სექტორი, 2006 წელს გამოჩნდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და დღეს მათი საკრედიტო პორტფელი 9 მილიარდ ლარს აჭარბებს, გაცილებით მეტია, თუ არ ვცდები 700 მილიონის ფარგლებშია, აქტივები მილიარდ ლარს გაუტოლდება, ანუ ახლოსაა უკვე მილიარდ ლართან, ანუ საკმაოდ ისეთი შესაშური ზრდა განიცადა ამ სექტორმა და ჩემი აზრით სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველობა ამ სექტორის მიმართ ინვესტორების არის ის, რომ საკმაოდ ძვირი
ძვირად გასცემენ რესურსებს, ფინანსურ რესურსებს, მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვს, სხვადასხვა ტიპის სესხების მიხედვით 30-დან შემთხვევაში სხვადასხვა მიკროსაფინანსოებს გულისხმობ და არა ყველას, რა თქმა უნდა, 100%-მდეც არის, მაგალითად ავტოსესხებზე განაკვეთები, პლუს ამას საკმაოდ მკაცრი სანქციები გადაცილებებზე ჯარიმებს გულისხმობ. რაც საბოლოო ჯამში მათი საკმაოდ ისეთი მსუყე-წყაროა შემოსავლების, მაღალ მოგებაზე გადიან და სესხებელი სამწუხაროდ საქართველოში ბევრია ისეთი სესხებელი, რომელსაც უღრის, რომ აი მსგავსი განაკვეთით ისესხოს ფული, იგივე ჩადოს უძრავი ქონება საცხოვრებელი სესხის უზრუნველყოფაში და აბსოლუტურად იმხელა განაკვეთებია, რომ არანაირი ეკონომიკური ლოგიკა ჩემი აზრით არ შეიძლება ჩაიდოს იმაში და ჩემი აზრით ხშირ შემთხვევაში ადამიანები მიმართავენ, როდესაც უკიდურესად მძიმე პერიოდი დაუდგებათ, ბანკში ასე რომ ვთქვათ არ მიესლებათ დაუშვათ ცუდი საკრედიტო ისტორიის გამო და მიდიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ან გნებავთ კერძო მევახშეებში, რომელიც საკმაოდ შაუბნელ ბაზრად ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ, და უწევთ იმ პირობებზე დათანხმება, რა პირობებსაც ისინი თავაზობენ. არადა ეს პირობები არის საკმაოდ დაუბალანსებელი, მთელი რისკი, ასე ვთქვათ, გადატანილია სესხებელზე, საკრედიტო ორგანიზაცია არანაირ რისკს თავის თავზე არ იღებს, იტოვებს უზრუნველყოფას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სესხებელს იმის გადახდის უნარი, არის თუ არა გადახდის უნარიანი და საბოლოო ჯამში ამ ფაქტორების ერთობლიობას მივყავართ და საცხოვრებლის დაკარგვამდე, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ალბათ დავეთანხმებით, რომ წლიური 30% მინიმალურს ვამბობ, 40 და უფრო მეტი პროცენტის ხდება, გადაიხადო, აი რისთვის უნდა გჭირდებოდეს ფული, რომ შენ ეს 40%-ის გადაიხადო დაუშვათ და პლუს რაიმე გარგებელი ნახო. ხო, ფაქტია, რომ ეს არის გაჭირვების უკიდურეს წერტილამდე მისული ადამიანი, რომელიც ოღონდ ფული ისესხოს და სხვას არ დაეძებს, ასე ვთქვათ, მარტივად რომ ვილაპარაკოთ. თუმცა თუ არ ვცდები, სადღაც 2-3 თვის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა სიფრთხილისაკენ აღნიშნულთან დაკავშირებით. თქვენი ინფორმაციით, რამდენად გამოიყო შედეგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწოდებით? არა, მგონია, რომ ეს მოწოდები მსგავსი საკითხი და მსგავსი პრობლემა გადაიჭრას, იმიტომ რომ არც იმაში ვარ დარწმუნებული პირიქით ამჯერა, რომ მოსახლეობა ბისის ნაწილი, ვინც ამ პირობებით იღებს ეხს, არა აქვს გაცნობიერებული, რომ შეიძლება ამ სესხით გაიხანგრძლივოს რაღაცა დროებით გაიმყაროს ფინანსური პოზიციები, თუმცა ამ პერიოდის გასვლის შემდგომ, როდესაც რეალურად ვალის დაბრუნება უწევს, უარეს პირობებში აღმოჩნდება იმ სასტარტო პირობებთან შედარებით, მან ჩემი აზრით კარგად იცის ეს უბრალოდ იმდენად მძიმე მდგომარეობამდე ამისული, რომ სხვა გზა, სხვა გამოსავალი ელემენტარულად დარჩენილი არ აქვს, იმიტომ რომ კიდევ გამიმეორებ, როდესაც მიდიხარ ბანკში და გსურს სესხის აღება, თუნდაც იპოთეკურის, რომ ჩადო უძრავი ქონება და მიიღო სესხი, ისინი გარდა ამისა გთხოვენ, რომ დაადასტურო შენი შემოსავლები, რამდენად შეგიძლია ამ სესხის მომსახურება. თუ შენ არ გაქვს ამის უნარი, სესხს ვერ მიიღებ, ხოლო როდესაც მიდიხარ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან მევახშეებთან, მათი ინტერესი არანაირად არ შედის, რომ შენი შემოსავლებით უზრუნველყოფ თუ არა სესხის დაბრუნებას, მათთვის თავარია ის უზრუნველყოფა, ის უძრავი ქონება, ბინა იქნება თუ კომერციული ფასი თუ ასე შემდეგ, რომელსაც შენ ჩადებ და რამდენად შეგიძლია მის დაბრუნება, ეს უკვე ნაკლებად აინტერესებს, იმიტომ რომ ნებისმიერი რისკის შემთხვევაში მას რჩება უძრავი ქონება, რომელიც ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე გაცემული კრედიტი. ამ შემთხვევაში რა როლი აკისრია ეროვნულ ბანკს? ეროვნული ბანკი ვერ იმოქმედებს თავისი დაფარვის ზონის მიღმა, ასე რომ ვთქვათ, მისი რეგულირების ფარგლებში და საზღვრებში შედის საბანკო სექტორი, მიკროსაფინანსო სექტორი, თუმცა საკმაოდ ლიბერალური მარეგულირებელი ნორმებით, ამის მიღმა, ასე ვთქვათ, ეროვნულ ბანკს კანონით არ აქვს უფლება, რომ იგივე
კერძო მევახშეების, ეგრეთ წოდებული კერძო მევახშეების ინსტიტუტის დაარეგულირება. კიდე სხვა თემა არის. კი, ანუ მიკროსაფინანსო სექტორი დღეს პრაქტიკულად რეგულირდება, ანუ არანაირი მოთხოვნები, ისეთ მკაცრი მოთხოვნები, როგორც საბანკო სექტორს აქვს, მიკროსაფინანსო სექტორში პრაქტიკულად არ არის ერთიანი iOS ლიცენზია და იმოქმედოს ამ ლიცენზიის საფუძველზე და ვერ შეზღუდავს, ასე ვთქვათ, ეროვნული ბანკი და ვერ დაუყენებს ვერანაირ მოთხოვნას. კიდევ ერთი თემა, თუმცა მობილური გვიკავშირდება მსმენელი დიხანი რო არ ვალოდინოთ, შემდეგ დავსვათ კითხვას, დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. Ცეობადონო, ეროვნულმა ბანკმა ბანკებს ხმისა ის კრედიტები. პირდაპირ ხალხს შეუწევს ხო იათ იქნებოდა ეს კრედიტები. რო გვაბოლეთ, რას გვაბოლეთ? არ გქონია რა თქო. და უბედურობთ. ანუ ხალხისთვის რომელიცაა ეროვნულ ბანკს არ აქვს იმის უფლება, რომ პირდაპირ ხალხს გასცეს. არა, ხო კი, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი არ არის ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი რიგითი ბანკი, რომელიც კომერციულ ბაზარზე გვხდება და მისი არც უფლება აქვს და არც მოვალეობა ამისი, რომ ხალხზე გასცეს ეს კრედიტები და შემთხვევაში მით უმეტეს პირადად მე მსმენელის პრეტენზიას ვერანაირად ვერ მივიღებ. ეროვნულ ბანკს ბუნებრივია შეუძლია საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედება და ეს მისი მოვალეობაც აქვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, რომ ამ სფეროში ჩაერიოს და მას აქვს მექანიზმები, რომლითაც ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს საპროცენტო განაკვეთებზე და ამ მექანიზმებში ნამდვილად არანაირად არ შედის მოსახლეობაზე სესხის გაცემა. მით უმეტეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთის ასე მნიშვნელოვანი შემადგენელი ფაქტორია თავად სესხებლის გადახდის უნარიანობა და ის რისკი, რაც მას ახლავს. თუ ეს რისკი დაუშვათ პირობითად ვიძახი აღემატება 15%, ის უფრო დანაკლებად ვერ მოგცემს რისკს, ასე რომ არ ვიცი, რამდენად დაკმაყოფილდა მსმენელი. თან ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი აღარ იქნება და იქნება კომერციული ბანკი, თუ ის დაიწყებს პირდაპირ სესხების გაცემას. კიდევ ერთი თემა, რომელიც ეროვნული ბანკის ქუდის ქვეშ იყრის, ეს არის სალომბარდო ბიზნესი. როგორც ვიცით, ეროვნულ ბანკთან არა, მაინც ეს ბიზნესიც დაკავშირებული, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ყველასთან სავალუტო გადაცვლის პუნქტებიც თან ახლავს ასეთ ობიექტებს. შესაბამისად, ასეთი მარეგულირებელი ყოველთვის ეროვნული ბანკიდან მოდის პირველ რიგში. ამასთან დაკავშირებით საქსტატმა დაიწყო ახალი ინფორმაციების გამოქვეყნება და სტატისტიკის წარმოება. მონაცემები გვაქვს საბედნიეროდ და იმედია გაგრძელდება. ანუ შესაბამისად, ჩვენთვისაც უკვე მარტივი ხდება ამ ბიზნესის მონიტორინგიც და დაკვირვებაც, თუნდაც ციფრებში გამოხატული რომ ვიხილოთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ ბიზნესს საქართველოში და ხომ არ არის ესე ვთქვათ, კიდევ უფრო გართულებული ფორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან შედარებით? ანუ აქ უფრო მარტივად გაიცემა სესხი ვიდრე კი, ბუნებრივია უფრო მარტივად გაიცემა, არანაირი ასე ვთქვათ პირობებით დახუნძლული ხელშეკრულებები ძალიან მარტივად ნებისმიერ პირს შეუძლია მიიტანოს სხვადასხვა ნივთი, რომლის ჩამონათვალის დღითი დღე იზრდება და ლამის ტექნიკის ყოველი საშუალება შეგვიძლია მივიტანოთ ლომბარდებში და დავალომბარდოთ, თუნდაც ეს მეტყველებს იმაზე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ მოიცვან კლიენტების დიდი არეალი, უფრო და უფრო მეტი კლიენტი მიიზიდონ და მოდი ამ ფაქტს ორი მხრიდან შევხედოთ. ერთის მხრივ კარგია ის, რომ არასაბანკო დაწესებულებების ბაზარი იზრდება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საქართველოში საფინანსო სექტორში მთლიანი აქტივების 92%-მდე მოდის საბანკო სექტორზე. ანუ პრაქტიკულად მთელ საფინანსო სივრცეში გვაქვს მხოლოდ ბანკები და ყველა დანარჩენი იქნება სადაზღვევები, მიკროსაფინანსოები, იგივე ლომბარდები არის ძალიან ვიწრო, ძალიან მცირე წილი უჭირავთ. და კარგია თუ არასაბანკო სექტორიც განვითარდება, თუმცა მეორე მხრივ ამ განვითარებაში შეგვიძლია გარკვეულწილად ცუდი ანარეკლი დავინახოთ, ანუ რას ნიშნავს ის, რომ მაგალითად იზრდება ისეთი სექტორი, სადაც საშუალო საპროცენტო განაკვეთი იგივე საქსტატის მონაცემები მაქვს წამოღებული არის 55%, ხო? ანუ როდესაც პირობითად ლომბარდი გასცემს საშუალოდ 55%-ად სესხებს,
და 100 ცესხებზე მაღალია მოთხოვნა, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი არის ისეთი, რომ მას არ მიუწვდება ხელი ამ რესურსთან შედარებით უფრო იაფ რესურსზე, გულისხმობს საბანკო სექტორის მიერ შემოთავაზებულ კრედიტებს, ანუ იქ ცნობა არ აქვს, ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკურად არ არის შესაბამისად ძლიერი და ჯანსაღი, რომ მივიდეს ბანკში და ის ესხოს დაუშვათ საშუალოდ 15%-ად, 20%-ად, ვიდრე წავიდეს და ის ესხოს 55%-ად ლომბარდში, ხო? ანუ ერთის მხრივ კაია, რომ რაღაც სექტორი ეკონომიკის იზრდება, მაგრამ მეორეს მხრივ რადგან ამის უკან ეს საკმაოდ ჩემი აზრით საგანგაშო მაჩვენებელია, როდესაც მიკროსაფინანსოებს და ლომბარდებს, რომლებიც ძალიან ასე ვთქვათ, კავალური პირობებით გასცემენ კრედიტებს, მათი აუდიტორია შესაძლებლების დღითი დღე იზრდება და 340 მილიონი ლარი აქვთ აქტივები ლომბარდებს, უკვე აქედან 310 მილიონი ლარი არის გაცემული სესხები. ეს და ისევ საქსტატის მონაცემებს თუ მოვიყვანთ 700,000 ადამიანამდე საქართველოს მასშტაბით ლომბარდებში 700,000 ადამიანს დაახლოებით აქვს სესხები და ერთ დასაქმებულზე შრომის უნარიან მოქალაქეზე უბრალოდ გამოდის სადღაც 160 ლარამდე სესხი. ნუ საკმაოდ ისეთი შემაშფოთებელი მაჩვენებელია და დამაფიქრებელი სტატისტიკაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ფაქტია, რომ იზრდება ისეთი ადამიანების რიცხვი, რომელიც საკმაოდ ძიმე და რთული პირობების მსხვერპლი ხდება. სოციალურ ფონდს მიუთითებს, იმიტომ მოსახლეობა როდესაც ახლა პროცენტზე მიდის, უკვე ხო, როდესაც ფაქტია, რომ ეს სესხები არ არის გათვლილი ბიზნესზე, ხო? რომელი ბიზნესი მოიტანს ისეთ შემოსავალს და ისეთ რენტაბელობა, რომელსაც აქვს, რომ გადაიხადოს 60%-იანი სესხი და გარდა ამისა ბიუჯეტში გადასახადები და დატოვოს მოგება მეწარმისთვის, ხო? წარმოუდგენელია ფაქტია, რომ ეს არის სამომხმარებლო მიზნებისთვის აღებული სესხი და სამომხმარებლო მიზნებისთვის კიდე 60%-იან კრედიტს რაღაც ნივთის შესაძენად, ჩემი აზრით, თუ ადამიანი რაციონალურად ძელობს და აზროვნებს, არ აიღებს, ხო? ასეთი განაკვეთით. ფაქტია, რომ ეს ამ სესხების დიდი ნაწილი არის უკვე ზღვარზე მისული ადამიანის მიერ აღებული, რომელსაც სხვა გზა აღარ აქვს დარჩენილი და ისეთი შავი დღე დაუდგა, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ, რომ სხვა გზა არ აქვს და იძულებულია 60%-ად და უფრო მეტადაც აიღოს ლომბარდებში და მიკროსაფინანსოებში სესხი და ჩემი აზრით სახელმწიფოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სიგნალია ამ სექტორში მიმდინარე ტენდენციები. როდესაც საბანკო სექტორზე საუბრობდით, თქვენ ახსენეთ, რომ უკვე ტრენდი ქვემოთ მოდის გაიაფრება. შეგაწყვეტინო, აი ჩავხედე აქ და ამას ბარემ ამ ციფრსაც ვიტყვი. სამლომბარდო სესხების 99.8% მოდის ფიზიკურ პირებზე. ანუ კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ ეს არის პირადი მიზნებისთვის, ხშირ შემთხვევაში ალბათ გაჭირვების დროს აღებული სესხები. ანუ გავაგრძელებ, როდესაც საბანკო სექტორზე საუბრობდით, თქვენ თქვით, რომ ტრენდი მოდის ქვემოთ გაიაფებისკენ საბანკო პროცენტების სესხებს. ამას ერთ-ერთი ფაქტორი ხომ არ არის განპირობებული, რაც ამას უწყობს იგივე მთავრობის მიერ წამოწყებული ახალი პროექტები, რომელიც მაგალითად აწარმოეს საქართველოში, რომელიც ბანკებზე ამიბმული და წინასწარი შეთანხმებით არის უკვე განსაზღვრული იაფი კრედიტი. საპროცენტო განაკვეთი, ანუ არის 13, 12 და 11%-იანი საპროცენტო განაკვეთი, ანუ ეს პრაქტიკულად უპრეცედენტოა ქართულ საბანკო სექტორში ბიზნეს სესხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს აქ შეიძლება სტარტაპიც იყოს გამოყენებული. ნუ თუ გავიხსენებთ არც თუ ისე შორეულ წარსულს, ახალი პროექტით სახელმწიფომ უკარნახა უკვე 13%-იანი სესხი როგორ გეხსენებინა, ალბათ იუმორისში ჩაგითვლიდნენ და გაეცინებოდათ, რომ გეხსენებინა, რომ მაგალითად თუნდაც 15%-ად ვიღებთ აი ეს სესხებზე. და მოხარული ვარ, რომ დღეს ამის ფუფუნება, ასე ვთქვათ, გვაქვს, ყველაფერი დღეში და დღეში ვერ მოხდება და იმედი მაქვს ეს გაიაფების, სესხების გაიაფების ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო იაფი რესურსი გაჩნდება ქვეყანაში. და რა თქმა უნდა, ბენეფიციარის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ხო, იმას კიდევ ასე ვთქვათ, სახელმწიფო
უფინანსებს პროცენტის გარკვეულ ნაწილს და მისთვის პრაქტიკულად არის პრეცედენტები, რომ რეალურად 2-3%-ში გამოდის მისთვის სესხის რეალური ღირებულება, რაც განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში არის იგივე თუნდაც იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთებია. პრაქტიკულად ცალკეული ბენეფიციარისთვის ამ დონემდე დავიდა უკვე საპროცენტო განაკვეთები, თუმცა ეს განაკვეთი მაინც განაკვეთა რჩება, ხო, სახელმწიფო იხდის თუ ბენეფიციარი 11-12% მაინც გადასახდელია, ასე ვთქვათ და ის არის რეალურად განაკვეთი და არა რასაც ბენეფიციარი იხდის და მსგავსი ერთის მხრივ, ანუ ჩემთვის მიმზიდველი და მოსაწონი არის ეს პროექტები იმდენად, რამდენადაც პროექტების შეფასებას ახდენს საბანკო სექტორი, ანუ ბანკი წყვეტს გასცეს თუ არა კრედიტი და მოგეხსენებათ, ახლა ბანკი არ გასცემს კრედიტს თუ მას არ მიუტან კარგად აწყობილ ბიზნეს გეგმას, კარგ ბიზნეს წინადადებას, რომელიც უზრუნველყოფს შემოსავლების მოტანას, უზრუნველყოფს კრედიტის დაბრუნებას და უზრუნველყოფს ბიზნესის განვითარებას, ხო? და თუ აი ასეთი ამ ფილტრში გატარებული პროექტის დაფინანსებაში, ანუ საპროცენტო ნაწილის დაფინანსებაში სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას, ბუნებრივია ამაში საწინააღმდეგოს ვერაფერს ვერ ხედავ და პირიქით ეს მოგვიტანს წლების მერე უფრო კარგ სასტარტო პოზიციებს, უფრო მეტად განვითარებულ ბიზნესს, რომელსაც უკვე აღარ დაჭირდება სახელმწიფოს მოშველიება, ასე ვთქვათ და ზურგის გამაგრება და ის თავად შეძლებს ურთიერთობების გაგრძელებას კრედიტორებთან. კიდევ ყავს მსვენელ ეთერში გისმენთ? ბატონო, დიდი სიამოვნებით. არა, გამარჯობათ. გამარჯობათ. ესეთი შეკითხვა გადაუდებელი სიტუაცია მქონდა და გამოვიდა მე პენსიაზე სესხი. არ გამომედანა. მქონდა ამ ხელა დაქვითვა როგორ შეიძლება პენსიონერ ადამიანს. მეტმედა პირველი ჯგუფი ვარ, მაგრამ ამერიკა ეხლა ყველა პენსიონერია. ხოდა ამ ხელა მოცანეს დაგავა შეიძლება 3 თვის დამიგარა სულცვა. გეთანხმებით ბატონო, აბსოლუტურად. და მე ამ კუსნახევარზე მეტი დამოწა დაგავა. ხოდა ნუ რამავე რა პენსიონერები შეერთებული ვარ და ამათყურები მოწებულები ნაუმრები ახლა აღარ მინდა ჩამოყვალა მოს და რა ვიცი და გამოდის რომ მინდა თიმ ფეხი დააჭირო მარტოდი მოდით. გეთანხმებით აბსოლუტურად ჩემო ბატონო, ნამდვილად დავეთანხმები აბსოლუტურად პათოსში მაყურებლის თუ მსვენელის პოზიციას სამწუხაროდ საბანკო სექტორშიც კი ცალკეული ბანკების მხრიდან ხშირად ხვდებით ისეთ პროდუქტებს, რომელიც შეიძლება ბევრ მიკროსაფინანსოს და ლომბარდს შეშურდეს. პირველ რიგში ეგ საკრედიტო ბარათებს გულისხმობ, რომელიც საკმაოდ ბნელი მისი, ანუ მისი ბნელი მხარე საკმაოდ დიდი აქვს ამ პროდუქტს, რომელიც რეალურად არ ჩანს და საკმაოდ გაჟღერებულ პირობებთან შედარებით უფრო ძვირად ვიღებთ საკრედიტო რესურსს და კიდევ არის აი ბატონმა რაც ახსენა ნუ ალბათ ყველა მიხვდება, ვისაც მე არ მინდა თავ შევიკავებ იმ ბანკის დასახელებისგან, თუმცა ალბათ პრაქტიკულად დასახელება გამოდის, უკვე ყველა ვიცით პენსიას რომელ ბანკში იღებენ და არის ასეთი სერვისი ამ ბანკისგან, რომ წინასწარ რამდენიმე თვის აღება, იქნება ეს პენსია თუ შემწეობა თუ ასე შემდეგ და საკმაოდ ისეთი დაქვითვები აქვს პრაქტიკულად არც მორალური თვალსაზრისით და არც რისკ ფაქტორი აქვს სახელმწიფო ურიცხავს პენსიას და რა უნდა მოხდეს სახელმწიფოში ისეთი, რომ პრაქტიკულად მაკროეკონომიკური ჩავარდნა უნდა მოხდეს, რომ მან პენსია ვერ მიიღოს. ხო, პრაქტიკულად ურისკო სესხი არის, თუმცა იმდენ დაქვითვას უკეთებენ, რომ ვერანაირ გამართლებას მე პირადად ვერ მოუძებნი, ბატონის არ იყოს, როდესაც ხანდაზმული ადამიანი, ხშირ შემთხვევაში უნარშეზღუდული ადამიანი, რომელსაც ერიცხება სახელმწიფოსგან გარკვეული თანხა, რომ იმ ადამიანს წაართვა 3 თვეში და 4 თვეში, ან თუ არ ვწდები მაქსიმუმ 5 თვის წინასააღება შეიძლება და ამ 5 თვეში 30% დაიტოვოს ბანკმა, ხო? ან წლიური გამოდის 50%-ზე მეტი. ამას ვერც ეკონომიკურად და ვერც მორალურად ნამდვილად ვერ გავამართლებ, სამწუხაროდ
არის ასეთი შემთხვევები და აი ამ თუნდაც ამ ცალკე სხვა არის კერძო შემთხვევა, ასე ვთქვათ, როდესაც ცესხს ღია ბანკისგან. ხო, მაგრამ როდესაც პენსია, რომელიც გარანტირებულად გერიცხება და ამ უზრუნველყოფით ბანკი გაძლევს შენ საკმაოდ დიდი დაქვითვით, ხო? ჩემი აზრით ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და არ ვიცი ეს რა ფორმით ჩაერევა, თუმცა ეროვნული ბანკი. ხო, ეროვნულ ბანკს გულისხმობ ამ შემთხვევაში. დაუშვებელია. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ ადამიანს პენსიას იღებს წინასწარ, ესე იგი ნიშნავს იმას, რომ ჭირდება, ხო? ანუ ფუფუნებისთვის ნამდვილად არ აიღებს ამას და ამ თანხიდან რომ მესამეს დაუქვითავ არ არის გამართლება. არ შეიძლება რომ რაღაც ადამიანის გაჭირვებაზე მოახდინო манипуლირება და ამით გააკეთო ფული. უხეშად ვიტყვი სამწუხაროდ. მე დაუბრუნდები იმ თემას, რომელიც საუბრობდით სანამ მსმენელი შემოვიდოდა ეთერში. აწარმოებს საქართველოს თემას. ანუ, როდესაც სახელმწიფო არის ბანკთან მიმართებაში გარანტორი, რომ ის ანაზღაურებს, ანუ პრაქტიკულად გარანტორად უდგება კლიენტს, ვინც მიდის ბანკში აი ამ პროექტისთვის მიიღოს გარკვეული სახის სესხი, ხო? და პრაქტიკულად რაღაც პროცენტსაც სახელმწიფო ფარავს ამ შემთხვევაში 10%-ს. ნებისმიერ მოცულობას, მაგრამ სახელმწიფო მუდმივად 10%-ს ფარავს მიუხედავად იმისა, ის ბანკი 13-იანს გასცემს თუ 11-იანს. ეს უკვე მოთხოვნილი თანხის შესაბამისად არის. აი ამ შემთხვევაში, როდესაც პრაქტიკულად გარანტირებული აქვს 10%-იანი მოგება ბანკს და როდესაც ისედაც გარანტორია სახელმწიფო ხო არ გამოიწვევს ეს ერთგვარად გაზარმაცებას ბანკის აი ამ პროექტების შეფასებას. ანუ ასე ვთქვათ, გულგრილად შეაფასებს თუ. ხო, ანუ ამას გულისხმობ ეს ხომ არ ვიცი. მე სიმართლე გითხრათ, არ მსმენია ინფორმაციის შესახებ, რომ სახელმწიფო ასე ვთქვათ, თავის თავზე იღებს, ანუ ბანკი ატარებს თავის ფილტრში, ასე ვთქვათ, აფასებს პროექტს, ბიზნეს გეგმას და იღებს გადაწყვეტილებას, ან აუტკივართავს ბუნებრივი ბანკი არ აიტკივებს და არ გასცემს ისეთ სესხებელზე კრედიტს, რომლის ბიზნეს იდეა, მისი პროექტი მისთვის მიუღებელია. ხო, ამდენად ეს რომ იყოს, რომ მთლიანად სახელმწიფოს კონდეს დავალებული, რომ აი მიეც ნებისმიერს და მე გადავიხდი მთლიანად სესხსაც, ძირითად თანხას პროცენტსაც, მაშინ სხვა შემთხვევაა, როდესაც ბანკის ინტერესია, რომ პროექტი წარმატებულად განხორციელდეს, არ ამგონია, რომ რაღაც არ მიაქციოს ყურადღება ყველა იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც მას მის სესხებელს გადახდის უნარიანს გახდის. მსმენელი ყავს კიდევ ეთერში გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. მე რადიოში გისმენთ, ეხლა ხან შევხვდე და არ ვიცი ვინ აკავს სტუმარი. აი, ბოლო მას შევესწარი რა და აი ამ შემწეობა და პენსია. 5 თვიანი იყო გურგენიძის ბანკზე ლაპარაკი, ლიბერტი ბანკი აკეთებს ამას სხვა არავინ. 5 თვიანი იყო აგვაღებინეს 5 თვიანი პენსიები, ისა სესხები პენსიის და დახმარების. დიდი პროცენტით, რა თქმა უნდა, უსინდისო პროცენტით და მე უცებ გადაიფიქრა ბატონმა გურგენიძემ გახადა 3 თვიანი სესხი 5 თვის მაგივრა და ის 2 თვის აღებული საერთოდ შეგვეწყვიტა დახმარება და პენსია. წარმოგიდგენია? 2 თვის საერთოდ კაბექს ვეღარ ვიღებდი, სანამ არ აიღო იმან თავის 2 თვის ასე ვთქვათ გაცემული და 2 თვის ველოდებოდით რა, ვერც დახმარება ავიღეთ, ვერც პენსია. აი ამ ადამიანს რატო არავინ არ თხოვს პასუხს, რატო არავინ არ ართმევს ამის უფლებას, ესე როგორ შეიძლება მოექცე. მე ხო სესხი იმით ვავიღე, რომ პროცენტს გადამახტევინებდნენ და არა იმიტომ, რომ 2-3 თვის შემიწყვეტავდნენ საერთოდ. წარმოგიდგენია და ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი და რატო არავინ არ იმაშვება, ზღუდავს ამ ადამიანს ესე მოექცეს პენსიონერებს და ინვალიდებს და ტოლვილებს და სოციალურად დაუცველებს. ადვოკატისთვის. ანუ ისევ და ისევ რაც ვახსენეთ, ოთარ უბრალოდ მოგეხსენეთ კონკრეტული ბანკი არ დავასახელე, თუმცა დასახელებაც არ იყო საჭირო, ყველა მიხვდებოდა.
ამ შემთხვევაში კონკრეტული ბანკი, Liberty ბანკი არის სახელმწიფოს კონტრაქტორი, რომ ასე ვთქვათ, თავისი სისტემის გავლით ის პენსია, რომელიც გათვალისწინებულია პენსიონერებზე, უნარშეზღუდულებზე, თუ ასე შემდეგ, ომის ვეტერანებზე და ასე შემდეგ, მივიდეს კონკრეტულ ბენეფიციარამდე, ხო? და ამას რა პირობებით განახორციელებს ბანკი, ეს უკვე სახელმწიფოს და ბანკის შეთანხმების საგანია და ისევ სახელმწიფომ არ უნდა მისცეს ბანკს უფლება, რომ თავის ნებაზე და საკმაოდ ძიმე პირობებით იურთიერთოს შემდგომ ანუ ამ შემთხვევაში ბანკი არის შუამავალი, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში და სახელმწიფომ ან უნდა დაუწესოს გარკვეული პირობები, ან გამოაცხადოს ხელახლა ღია კონკურსი, სადაც თუ უფრო კარგი პირობები შემოთავაზება იქნება სხვა საბანკო დაწესებულებისგან, გადააბაროს ეს პაკეტი მას, ხო? იმიტომ რომ მე ვიცი ცალკეული შემთხვევები შეიძლება ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, მაგალითად დევნილების შემთხვევაში მოგიხსენებათ, მიმდინარე წლის იანვრიდან თუ არ ვცდები გაუორმაგდათ მათ შემწეობა და იყო შემთხვევები, როდესაც იგივე სესხი, ანუ იგივე პრინციპით დევნილებსაც შეუძლია აიღონ, ქონდათ აღებული სესხი 28 ლარის პირობებში, მაგალითად წინასწარ 3-4 თვე აღებული 28 ლარის პირობებში და როცა გაიზარდა, ანუ გაორმაგდა ეს უпростоრად გახდა 48 ლარი თუ არ ვცდები, თუ 46 ლარი, სესხიც ავტომატურად გადაეწყო, შეიძლება ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, არ ვიცი, მე ნამდვილად ვიცი რამდენიმე შემთხვევა, სამჯერ 28-ის მაგივრად გახდა, სამჯერ ის გაზრდილი შემწეობა და გაზრდილი თანხის დაბრუნება მოუწია რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაში მე რაც ვიცი, არ ვიცი ეს რამდენად მასობრივია, არ მინდა ეს ვადიანობა როგორ არის განსაზღვრული თქვენ ხო აქვს ინფორმაცია სახელმწიფოსა და ბანკს შორის აი პენსიების შემთხვევაში ანუ რამდენი სანამდე აქვს ბანკს და ნამდვილად არ ვიცი ეს ხელშეკრულებას ნამდვილად არ ვიცნობ და როდემდე აქვს ეს უფლება და გარკვეული ვადით იქნება ესეც განსაზღვრული. კი, რა თქმა უნდა, რა მგონია ხა. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სამწუხაროდ კიდევ არის სასაუბრო, მაგრამ დრო აღარ გვყოფნის. მე კი ჩვენს მაყურებელს და მსმენელს შევახსენებ, რომ ჩემი სტუმარი იყო დღეს ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე. მე გადაცემის წამყვანი ოთარ ანგურიძე. კარგად ბრძანდებოდეთ.